გამარჯობა. დღეს მინდა ვისაუბროთ ონლაინ სამყაროს იმ ბნელ კუთხეებზე, სადაც ხშირად ხაფანგებია დაგებული. ჩვენ ერთად გავივლით 10 ყველაზე გავრცელებულ ინტერნეტ თაღლითობას და რაც მთავარია, ვისწავლით როგორ დავიცვათ თავი ძალიან მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდებით. მოდით, დავიწყოთ. სანამ დეტალებზე გადავალთ, მოდით ერთი წამით დავფიქრდეთ. დარწმუნებულები ვართ, რომ თაღლითურ სქემას მაშინვე შევამჩნევთ. იცით, ხშირად ყველაზე თავდაჭერებული ადამიანებიც კი ებმებიან მახეში. მოდით ვნახოთ, რამდენად კარგად ვიცნობთ რეალურად თაღლითების ტაქტიკას. კარგი, მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და დავიწყოთ იმ სქემებით, რომლებსაც ალბათ ყველაზე ხშირად შეიძლება გადავაწყდეთ ონლაინ ყიდვის ან გაყიდვის დროს. ეს ზუსტად ის მომენტებია, როცა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ფინანსური ოპერაცია შეიძლება ძალიან სახიფათო ხაფანგად იქცეს. აბა, წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია. ხსნით თქვენს გადახდის აპლიკაციას, ვთქვათ Wise ან PayPal-ს და ხედავთ, რომ სრულიად უცხო ადამიანისგან თანხა ჩაგერიცხათ. უცნაურია, ხომ? და აი, თითქმის იმავე წამს მოგდით პანიკური შეტყობინება, სადაც ეს უცნობი გემუდარებათ, რომ ფული შეცდომით გადმორიცხა და უკან დაუბრუნოთ. და აი, აქ იმალება მთელი ეშმაკობა. ფული, რომელიც იმან გადმოგირიცხათ, სინამდვილეში მოპარული ბარათიდანაა, ანუ ის მალე გაქრება, ბანკი მას უკან დაიბრუნებს. მაგრამ ფული, რომელსაც თქვენ კეთილინებით უკან ურიცხავთ, აი, ეგ უკვე თქვენი ნამდვილი ფულია. საბოლოოდ, თაღლითი იღებს თქვენს ფულს, თქვენ კი ზარალში რჩებით. ამიტომ რა უნდა ვქნათ? ყველაზე მთავარია არ აყვეთ პანიკას. არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდეთ კონტაქტში და რა თქმა უნდა არ დაუბრუნოთ ფული თქვენით. უბრალოდ პირდაპირ დაუკავშირდით თვითონ პლატფორმის ოფიციალურ მხარდაჭერის გუნდს და მიიცით მათ საშუალება, რომ თვითონ მოაგვარონ ეს საკითხი. ახლა კი მეორე, ძალიან საინტერესო სცენარი. ყიდით რაღაცას, ვთქვათ 500 ლარად. და უცებ გიკავშირდებათ მყიდველი, რომელიც გეუბნებათ, რომ მზადაა 600 ლარი გადაგიხადოთ. ოღონდ გთხოვთ, რომ ის ზედმეტი 100 ლარი მის კურიერს ან აგენტს გადაურიცხოთ. ცოტა უცნაურად ჟღერს, არა? აქ თავდაცვის ყველაზე მარტივი და საიმედო გზაა, რომ ყოველთვის გამოიყენოთ მხოლოდ იმ პლატფორმის ოფიციალური გადახდის სისტემა, სადაც ყიდით. როგორც კი ვინმე გთავაზობთ სხვაგან გადარიცხვას ან რაღაც რთულ სქემას, ეს უკვე წითელი დროშაა. გახსოვდეთ, ზედმეტი თანხა უბრალოდ სატყუ არაა. კარგი, აქამდე ვსაუბრობდით, როგორ ატყუებენ გამყიდველებს. ახლა კი ვნახოთ რა ხდება, როცა მახეში მყიდველი ებმება. ეს განსაკუთრებით ხშირია, იცით, მეორადი Apple-ის ტექნიკის, მაგალითად, MacBook-ების შემთხვევაში, რომლებიც ერთი შეხედვით იდეალურ მდგომარეობაში ჩანს. და აი, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკური დეტალი, რომელიც ყველამ უნდა ვიცოდეთ. ეს არის MDM, ანუ მობილური მოწყობილობის მართვის პროგრამა. მარტივად რომ თქვათ, ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც კომპანიები თავიანთ ლეპტოპებს აკონტროლებენ. თუ თქვენს ნაყიდ MacBook-ზე ეს დაყენებულია, ეს თითქმის 100%-იანი გარანტია, რომ ის მოპარულია და კომპანიას ნებისმიერ დროს შეუძლია მისი დაბლოკვა. მოდით ახლა გადავინაცვლოთ სულ სხვა ტიპის თაღლითობაზე, სადაც მთავარი არ არის ფული კი არა, თქვენი ნდობა და შიშია. აქ თაღლითები იმალებიან ცნობილი კომპანიების ან თუნდაც სახელმწიფო უწყებების სახელების უკან, რათა დაგაჯერონ, რომ რაღაც საშინელება ხდება. ეს სლაიდი ძალიან კარგად აჩვენებს მთავარ განსხვავებას. დაიმახსოვრეთ, არც ბანკი, არც Microsoft-ი, არც პოლიცია არასდროს დაგირეკავთ მოულოდნელად და არ დაგიწყებთ მუქარას, რომ სასტრაფოდ რაღაც უნდა გადაიხადოთ სასაჩუქრე ბარათებით. პანიკა, დაჩქარება, მუქარა, ეს არის თაღლითების ხელწერა, 100%-ით. ამიტომ როგორ ვიქცევით? ძალიან მარტივად. თუ ვინმე გირეკავთ და გეუბნებათ, რომ თქვენს კომპიუტერს ვირუსი აქვს, ან საგადასახადოსთან პრობლემა გაქვთ და სასწრაფოდ ფული უნდა გადარიცხოთ, უბრალოდ გათიშეთ ტელეფონი. სერიოზულად, საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ეს თაღლითობაა. თუ წინა სქემები შიშზე მუშაობდა, ახლა ვნახოთ თაღლითობის ის სახეობა, რომელიც პირიქით ჩვენს ყველაზე დიდი იმედებსა და სურვილებზე თამაშობს. ის გვთავაზობს რაღაც ძალიან მიმზიდველს, რაც სინამდვილეში უბრალოდ სატყუ არაა. ეს სქემები იმიტომაა ასეთი მზაკრული, რომ ისინი ჩვენს რეალურ, ყოველდღიურ საჭიროებებს ერგებიან. მაგალითად, ვინ არ ეძებს უკეთეს სამსახურს ან კარგ ბინას, ხომ მართალია? სწორედ ამიტომ ვართ მათ მიმართ უფრო გულუბრყვილოები და ადვილად ვებმებით მახეში. და სქემა, როგორც წესი, კლასიკურია. ჯერ გაჩვენებენ ოცნების სამსახურს ან ბინას, მერე გეუნებიან, რომ დიახ, თქვენ შეგარჩიეს და როცა უკვე გახარებული ხართ, სწორედ მაშინ გთხოვენ რაღაც მცირე თანხას, ან დეპოზიტისთვის, ან საბუთების მომსადებლად. და როგორც კი ამ ფულს გადარიცხავთ, ისინი უბრალოდ ქრედიან. აქ წესი მარტივი და უნივერსალურია.
თუ ლატარია მოიგეთ, ფულის გადახდა არ უნდა გიწევდეთ პრიზის მისაღებად. თუ სამსახურში გიყვანენ, დამსაქმებელმა უნდა გადაგიხადოთ თქვენ და არა პირიჩთ. და ბინას, რომელსაც წინასწარ პირადად არ ნახავთ, დეპოზიტს ნუ გადაიხდით. ეს არის და ეს. და ბოლოს მივედით ყველაზე მძიმე, ყველაზე პიროვნულ თაღლითობებამდე. აქ საუბარია სქემებზე, სადაც კრიმინალები უზარმაზარ დროსა და ენერგიას ხარჯავენ, რომ თქვენი ნდობა და ემოციები მოიპოვონ, სანამ თავიანთ ნამდვილ ზრახვებს გამოაჩენენ. ეს არის ნელი გათვლილი თამაში. ყველაფერი იწყება უბრალო გაცნობით. შემდეგ კვირების, ზოგჯერ თვეების განმავლობაში ვითარდება ონლაინ რომანი. ისინი ქმნიან იდეალური პარტნიორის ილუზიას და მხოლოდ მაშინ, როცა უკვე სრულად ენდობით, ძალიან ფრთხილად იწყებენ მინიშნებას ფინანსურ პრობლემებზე, რასაც საბოლოოდ ფულის თხოვნა მოყვება. და ეს არის ყველაზე საშიში. უნდა გვესმოდეს, რომ ამ სქემების უკან არ დგანან უბრალო მოყვარულები. ისინი ფსიქოლოგიის ექსპერტები არიან, რომელმაც ზუსტად იციან, რა სიტყვები გამოიყენონ, რომ თქვენი ემოციები მართონ. ისინი პროფესიონალები არიან თავიანთ ბინძურ საქმეში. აი კიდევ ერთი ძალიან ეშმაკური სქემა, რომელიც ერთი შეხედვით აბსოლუტურად უწყინარი რამით იწყება. მესიჯით, რომელიც თითქოს შემთხვევით მოგივიდათ. გამარჯობა, რესტორანში ვარ, სათხარ, აი მსგავსი რამ, მაგრამ ეს შემთხვევითობა სინამდვილეში კარგად გათვლილი პირველი სვლაა. და რა ხდება შემდეგ? თქვენ როგორც თავაზიანი ადამიანი, პასიხობთ, რომ ნომერი შეეშალათ. და აი აქედან იწყება ყველაფერი. ისინი იწყებენ მეგობრულ საუბარს, გეკითხებიან საიდან ხართ და ნელ-ნელა კვირების განმავლობაში ამყარებენ თქვენთან ნდობას. საბოლოო მიზანი კი თითქმის ყოველთვის ერთია. როცა მზად იქნებით, შემოგთავაზონ ფანტასტიკური საინვესტიციო შესაძლებლობა. კარგი, ვნახეთ ბევრი სხვადასხვა სქემა, ზოგი შიშზე, ზოგი იმედზე, ზოგიც ნდობაზე აგებული. შეიძლება იფიქროთ, რომ ამ ყველაფრისგან თავის დაცვა რთულია, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სამ ძალიან მარტივ და ფუნდამენტურ წესამდე დადის. პირველი და ყველაზე მთავარი, იყავით თავმჯდომარე. არასდროს იფიქროთ, რომ თქვენ არ მოგატყუებენ. მეორე, იყავით განათლებული, რაც მეტი იცით მათი ტაქტიკების შესახებ, მით უფრო დაცული ხართ. და მესამე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ესაუბრეთ ამაზე სხვებს. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ეს საუკეთესო კოლექტიური დაცვაა. და ბოლოს, მინდა ეს აზრი დაგიტოვოთ. თაღლითები არასდროს ჩერდებიან. ისინი მუდმივად ქმნიან ახალ-ახალ სქემებს. ამიტომ ჩვენი უსაფრთხოებაც არ არის რაღაც, რაც ერთხელ ვისწავლეთ და მორჩა. ეს არის მუდმივი პროცესი, მუდმივი სიფხიზლე და ცოდნის განახლება. იყავით ფრთხილად.